ველოსიპედები დიდი ხანია მიყვარს. და რა ვიცი, დიდი ხანი ვატაავდი, ვარჯიშობდი რაღაც ეგეთ ამბავში და გადავწყვიტე მე რომ გამეხსნა ჩემი სახელოსნო რა და გავხსენით მე და ჩემმა მეგობარმა სახელოსნო. გავხსენით შარშან და რა ვიცი, სეზონზე ხსნით ხოლმე ზამთარი როცა უწევს მე რომ კეტავა. კი, არის სახელოსნოები, იყო ერთი სახელოსნო იყო ეს ველოტრეკზე, პლეხანოზე. და რა ვიცი, ჩვენც გადავწყვეტ რომ ატომას ყოფილიყო კიდე მეორე სახელოსნო, სადაც წასები ნორმალურად გააკეთებდნენ და ნორმალური მომსახურება იქნებოდა რა. როგორც ასეთი კატაობ ყველგან, სადაც ველოსიპედი მივა ფაქტიურად. ქალაქში ვკატაობ, ტყეში ვკატაობ. ნუ ძირითადად ტყეში ვკატაობ, იმიტომ რომ იქით არის ჩემი სახეობა. რაც შეეხება ტრასებს, თუნდაც ტყის, თუნდაც ქალაქის ტრასები არ არის საერთოდ, ანუ გამოყოფილი ველობილიკები არ არსებობს ეგეთი. იძახიან რომ იქნება, მაგრამ არ ვიცი იქნება თუ არ იქნება, ნუ ჩემთვის ეხლა მაგათი მნიშვნელობა არ აქვს, იქნება თუ არ იქნება, რომ იყოს კაია, რომ არ იყოს არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა, კაია იმ შემთხვევაში, რომ ხალხი ივლის, უსაფრთხო იქნება და ვიღაცა ბებიან, კალიასკიანი ბავშვი ვიღაცა არ დაგეჯახება, იმიტომ რომ ვერ გაიგებს საით უნდა წავიდეს. და ასევე კიდე მანქანები. და დღეს რაც შეეხება, ტყეში გვაქვს ჩვენი ბილიკები. ასე ვთქვათ, ვაკეთებთ ჩვენ თვითონ, ავდივართ რაღაცა 100 კაცი, მიგვაქვს მასალები, რაღაცა სამუშაო იარაღები და მუშაობთ იქ რაღაცებს. ასე ვთქვათ, დიდ გადასახტომებს ვაკეთებთ რაღაც ბარიერებს და წმინდავთ ხოლმე ტრასას. ძირითადად დღეს ვუვლით, იმიტომ რომ ყრია ბევრი ნაგავი, ამას ვასუფთავებთ თან და ყველაფერს გაიცი. ეგრები ავაშენეთ, რა ვიცი, დიდი ხნის წინ თქო არა, მაგრამ ნელ-ნელა ავაშენებთ. ანუ როგორც ასეთი რომ ერთი დღე დავთქვი და ავაშენებთ თელი ტრასები, არა, ნელ-ნელა ვაკეთებთ. მიყვებით მე ვიღაც ტიპები მოდიან ანგრევენ, მე ჩვენ ამოდივართ ვაშენებთ ისე. და ვართ ესე ნგრევა მშენებლობაში რა. მივდივარ ევროპაში და მიწევს რამოდენიმე შეჯიბრი, სადაც მათ შორის არის ერთ-ერთი მსოფლიო, 2 ევროპის ტურნირი არის, ევროპის ჩემპიონატი და აქედან 4 არის საერთაშორისო. აქ მიშვებს ჩვენი სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მინდა მადლობა მოუხადო მათ და მეხმარებიან რომ რაღაცა ჩემი თავი გამოვცადო ამ სპორტში და გვერდში მიდგანან ყველანაირად რა. მოგების შემთხვევაში არ ვიცი, ჩამოვალ აქ, ნახავ რა იქნება და გააჩნია მე იქიდან რა შემოთავაზებები წამოვა. ანუ შეიძლება იქ ძალიან მოეწონოთ ჩემი რაღაც სიარული ან ტექნიკა ან რაღაცა ვიღაცა სპონსორი გამოსცეს, ან რაღაც კონტრაქტი დამიდოს რომ იმათი სპორტსმენი ვიყო. ან თუ აღსურული ექნება თუ ამათ დამათინებს და მაგავი სპორტსმენი ვიქნები. გააჩნია ვინმეს გადაიხსნა.